გამარჯობა, თქვენი ყურებთ ჯაფარა შოუს, რომლის საყვანებით ვართ მე ცოტნე, ჩელე და რა თქმა უნდა ჯაფარა. ალბათ არის ახლა კითხვები, რომ რაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა კითხვა ჩვენს ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ისეთი ნაცადი პრაქტიკა გამოგვეყენებინა და გავედით ქუჩაში, ხალხს ვკითხეთ ძალიან მარტივი შეკითხვა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რა უკეთესია კარლ მარქსის იდეები გავიზიაროთ თუ ილია ჭავჭავაძის. რაც შემდეგ მოხდა, გაგაუცებთ. თქვენი აზრით საქართველოს განვითარებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ილია ჭავჭავაძის ხედვების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია თუ კარლ მარქსის? რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის, კარლ მარქსის. რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის ალბათ. ალბათ ჭავჭავაძე მაინც კი არა ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძის. დასაკვირველი ილიას. ილია ჭავჭავაძის. რა თქმა უნდა. კარლ მარქსი იყო კომუნისტური რეჟიმის და ფუძემდებელი და ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი პროგრესული და საქართველოს მომავლისთვის ზრუნველი ადამიანი, რომელიც არის მისაღები ყოველად საქართველოს მომავლისთვის და ყველაფრისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და ყველანაირად განვითარებისთვის საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის. კარლ მარქსი ვინ არის? რა ვიცი, საქართველოს ილია იასნია. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ურჩევნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ილია ჭავჭავაძის ხედვები გამოვიყენოთ რა. მე ვფიქრობ, რომ თელ საქართველოსის რომ ჩაგვეტარებინა ეს გამოკითხვა, მაინც იგივე პასუხებს მივიღებდით და ანუ საქართველოს მოსახლეობას უნდა რომ ილიას გზით ვიაროთ და მივდივართ ილიას გზით, ანუ რა არის ილიას გზა? ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ ილია რაც გაუბნებოდა, რა ეკონომიკური ხედვები გააჩნდა ილია ჭავჭავაძეს. და რას წერდა ილია ზოგადად ეკონომიკაზე. ფრაზები რო განვიხილოთ, სათითაოდ რაც გვაქვს მომზადებული. პირველი ფრაზა ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის, უძრავი ქონებაა თუ მოძრავი, რომ უხერხო და უმცდელი კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკური ბუნებისას წინ ვერავინ დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა. მოცემულ ციტატით ილია გაუბნება, რომ ზოგადად ქონება იმ ადამიანის ხელში უნდა დარჩეს, ვინც მას ყველაზე ეფექტურად გამოიყენებს. ანუ ილია მომხრა, რომ ზოგადად ადამიანებმა ის სიკეთეები რაც აქვთ, ისე გამოიყენონ, რომ მაქსიმალურად ისინის მოგებაში დარჩნენ და სავარაუდოდ შემდეგ მთელი ქვეყანა. არა მარტო ეს სულს უბრალოდ ეს ადამიანი აღნიშნავს, რომ ეს არის ეკონომიკური კანონი, ადამიანის ბუნების ნაწილია, რომ ზოგადად ქონება მის ხელში რჩება, ვინც მას ყველაზე კარგად იყენებს. ხო, ეს ფრაზა ეხლა იმისთვის რომ გამოვიყენოთ, მიდის თუ არა ეს ქვეყანა ზოგადად ილიას გზით შეიძლება არ გამოგვადგეს, მაგრამ შემდეგი ფრაზები ისეთებია, აუცილებლად დავინახავთ, ჩვენს თანამედროვე ქვეყანაზე რას იფიქრებდა ილია. სააღებ მისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოვლისა ბაჟისა და გადასახადისგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას. ანუ ილიას რეალურად ამ ფრაზით უნდა ითქვა, რომ საბაჟო გადასახადი რეალურად ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ილიას გადასახადები არ უყვარდა, აი მათ შორის ახლა ჯაფარა რო ბარაბოს ჭამს, ეს ბარაბო რო დღეს რაც გადასახადით იპეგრება ბაჟით. უფრო ძვირია ვიდრე უგადასახადო და ილია. და 300 ლარზე რო გვაქვს სვარი, 300 ლარის ზემოთ რო იბეგრება, მაგალითად, მე ახლა ჩამომივიდა პოსტით ამანათი, რომელზეც მარტო ამანათის ღირებულების 18% კი არ გადამახტევინეს, ამანათის ღირებულებას და უმეტეს ტრანსპორტირების ღირებულება, რომელიცაც სწრაფი გადმოგზავნით იყო, გამოგზავნილი და საკმაოდ ძვირი ღირდა, და მთლიანი თანხის 18% დამაგისტრის. ანუ თუ ღარიბი ვარ და ვიღაცას უნდა რომ რაღაცა მაჩუქოს, ვერ მაჩუქებს, იმიტომ რომ ფული არ მაქვს რომ ვიჩუქო. გამოდის რომ ექმედება ეწინააღმდეგება იმას, რაც ილიას უნდოდა, მოსახლეობას უნდა რომ ვაკეთოთ ის, რაც ილიას უნდოდა, და გამოდის რომ მე გადაწყვეტილება ხელს უშლის აბსოლუტეს ის, რაც მოსახლეობას უნდა. ანუ ილიას გზას ავწდით ჯერ ცოტათი. კი ბატონო. გავაგზავნოთ. ქვეყნისათვის, ყველასათვის ერთიანად ღია ბაზარი ჯობია. საშუალება ჰქონდეს საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცადა ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იებში, ჩემ შენაობის გაურევლად. ვაჭრობა, აღებმიცემობა, ბუნებითად იმისთან რამ არის მუშტრისთვის, თუ თვითონ ვაჭრისთვის, რომ მარტო რგებასა და გამორჩობას დაგიდევს და სხვას არაფერს. ანუ შენ მეუბნები, რომ ილია იყო ლიბერალი და უნდოდა თავისუფალი ბაზარი. კი, მე ლიბერტარიანერსაც დაუძახევდი საერთოდ დღეს. ანუ წმინდანი ილია მართალი ამას ამბობდა. კი. ანუ თავისუფალი ბაზარი უნდა და ილია ჭავჭავაძის. ეგრე გამოდის და ჩვენ გვინდა ილიას რაც უნდა და ის. ანუ ეხლა ილიას გზას კი არ ავწდით. ხონი უკან მოვდივართ.
როგორც დავინახეთ, ილია ჭაჭავაძეს უნდა მეტი თავისუფლება და მათ შორის ენდომებოდა, რომ ჩვენ ქვეყანას ისეთი კანონები მიეღო, სადაც მეტი თავისუფლების დაცვა იქნებოდა და არა პირიქით. მაგრამ ამ ნაწილში ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობები ძირითადად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც თავისუფლებას გვიზღუდავს. და ამის გამო უამრავი კანონი გვაქვს დღეს. მოდი ვისაუბროთ, რომელიმე ყველაზე გამორჩენილ კანონზე. რომელია ყველაზე კანონი? დღეს კანონად დავარჩიე საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გრძელავს 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანას საქართველოს საზღვრებს გარეთ. ანუ ამ კანონის ლეგიტიმურ მიზანზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულია არც ღირს და უბრალოდ წარმოიდგინე, ყავს ხბო და ძალიან დიდარი ადამიანი ხარ, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს რომ აქვს, იმაზე მეტი ფული გაქვს. და ყავს ხბო, რომელიც ძალიან გიყვარს და გინდა რომ ევროპაში გაასეირნო. გონია შეძლებ? ვერა? არა, კი, რაღაცას მოისყიდი მომენტ რაღაც თავრობაში შენ ხალხს დაასვამ და ამ კანონს გააუქმე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით ძროხას ვერ წაიყვან საზღვარგარეთ. იმიტომ რომ მე იქ არ დაკლა და აქ ხორცის დეფიციტი არ შეიქმნას და ასე შემდეგ. ანუ აი შენ რო ილია იყო, ასე შეკითხვა. შენ რო ილია იყო და ეს კანონი რო წაგიკითხა, რა სიტყოდი, როგორ შეაფასებ? ვიტყოდი რომ ოლღა ესენი სულ ესე ვიტყოდი. ხო, ანუ რა შეიძლება ასეთ კანონებს რომ მოუხერხოთ, ძალიან მარტივი გზა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უკვე მზადდება ეს არჩელი და ცოტა ხანში შევა და სავარაუდოდ ასეთი იდიოტური რეგულაცია აწი აღარ იარსებობს. გავს კანონებს უამრავი იდიოტი ადამიანი იყოს დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ მე და ჩემი მეგობრები ასეთ ადამიანებს ლევაკებს ვეძახით. თუმცა ამ ლევაკებში ძალიან დიდი კონკურენცია არის და გონი საჭიროა ხოლმე გამოვაღვინოთ თითო გამარჯვება. ბელადი, ლევაკთა ბელადი. ვინ უნდა იყოს ამ კვირის ბელადი? ხო, ანუ ამაზე ვიმშელეთ, ვინ უნდა ყოფილიყო ამ კვირის ლევაკების ბელადი და ჩვენი აზრები გაიყო. ანუ თავიდანვე შევთანხმდით, რომ აკაკი ზოიძე უპირობო კონკურენტი, ანუ უპირობო გამარჯვებული იყო, თუმცა იმდენად აკალდა კონკურენტი, რომ ამ შეჯიბს არანაირი აზრი არ ექნებოდა. აზრი დაეკარგებოდა. ბარწონიანი ლევაკი ადამიანი. ამ კვირაში უბრალოდ ეს არ არსებობდა. მაგრამ ბატონ აკაკის გული არ დაწყდეს, შემდეგ კვირაში ვინმე ისეთი რაღაცას მოუხერხებთ, რაღაცას მოუხერხებთ. გაიბრძოლა. ხო, ანუ შემდეგ ჩემი და ცოტნეს აზრები გაიყო, ანუ ცოტნე ამბობს, რომ კვირის ლევაკად უნდა დავასახელოთ კახა კალაძე, რომელმაც თქვა ესეთი ძალიან საინტერესო რაღაც, რომ შეგვიძლია ამბობს, რომ საქართველოში ჰაერი ცოტა ხანში აღარ დარჩება, იმიტომ რომ ექსპორტზე გაიტანენ? ანუ არა. ბევრი მანქანები ყავს, უნდა გადავიდეთ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. მაგალითად ამას თავი გავამებოთ, მაგრამ ამას ვინ ამბობს? ადამიანი, რომელსაც ალბათ ერთ მოსახლეზე მანქანებით რო დავთვალოთ, საქართველოში იქნება პირველ ადგილზე თუ არა, ბენზინას მერე მეორეზე. ავტოპარკის დირექტორივით. ისე შენ რამდენი მანქანა გაქვს? არც ერთი შენ? არც მე. აი, ვინ გწამლავს? ვინ აკროს აერს ჩვენს ქვეყანაში? ვაბალანსებს. ნუ, კარგია, მაგრამ კახი კალაძე რო არ გვერდჩია და მე არ ყოფილიყო და წასულიყო მინაში, გონი ეს პრობლემა ცოტათი მაინც მოგვარდებოდა. ჰაერი გვექნებოდა ვისუნთქებით, ქართველი ერია მოისუნთქებდა. ხო, მაგრამ ისე კალაძეს ყავს ერთი ძალიან მაგარი კონკურენტი, რომელიც ამ შეჯიბრებაში ჩემი ფალავანია. ტრადიციული კონკურენტი. ტრადიციული კონკურენტი კი ელ კლასიკო. ალეკო ელისაშვილი. ბატონი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც რა განაცხადა მე ვერ გავიმეორებ, უბრალოდ ვიდეოს გაჩვენებთ. არის ახალზელანდიაში მოდელი იმის, რა ქვია, ღარიბებს ნაკლები ექვითება, დიდრებს მეტი ექვითება და სოციალურად აბსოლუტურად თანაბარი არის. ღარიბი ხარ, ისა ხარ, ერთნაირად ექვითება, არაფერი ესე არ არის. 40000-ზე თუ გაქვს მეტი 2%-ია ყველაზე, 2%-ია აბსოლუტურად ყველაზე. ეს არის უაზრობა, ვის ვანდობთ ფულს? ბატონი ალეკო არის არსენა მარაბდელი, ქართველი რობინ ჰუდი, რომელიც შეიძლება მალე შერვუდის ტყეშიც დაიმალოს და დიდრები ძარცვოს. ნუ რა ვიცი, რახან ვერ შევთანხმდით მე თავაზობთ ასეთ რაღაცას, რომ ადამიანებს მივიცეთ საშუალება კომენტარებში დაწერონ ვინ უნდათ და მოდი ალეკოს მოაგებინოთ. ალეკოს. ეს ალეკო მოიგოს. ეს ალეკო მოიგოს? ამჯერად მაინც. ანუ ჯუმერო და კონკაცმა მოიგოს. სადაც მოიგოს. მაშინ ალეკოსთვის დამამშვიდებელი პრიზი იქნება ჩვენს გადაცემაში, რომ გახდა კვირის ლევაკთა ბელადი. ნუ თბილისის მერობა საგარჯობია? იდეა შექცა იგივეა მგონი. ამ შეიძლება. პრიზი შენია, მე მთხია, ბიჭო. გადაცემის ამ ნაწილში მოდი ამოვარჩიოთ კვირის გამორჩეული მემი.
შენ საერთოდ მიმებზე რა აზრის ხარ ჩელე? მაინც ვიცი რომ ცნობილი მიმერი ხარ. ხო, მიმები ახლა არის ისეთი ინფორმაციის გადაცემის საშუალება, რომელსაც უფრო მეტი ადამიანი ნახულობს, ვიდრე რაღაც სამეცნიერო სტატიებს კითხულობენ, ან ვიდეო ბლოგებს უყურებენ, ან რაღაც და გვინდა რომ წავახალისოთ მიმ კულტურა, როგორც შეგვიძლია და როგორც ვთქვი, თქვა, რაღაც კვირის მიმს ამოვარჩევთ ხოლმე კომენტარებში და რაღაც დაგვიდონ, ხო? ამჯერად უნდა ამოვარჩიოთ ამ კვირის გამორჩეული მიმი, Rolex ფსიკაძის მიმი იყო ესეთი, სადაც პოლიციელებს წინ უდევთ როგორ თქვა, სანძრევი მასა, ხო? დიახ. ზუსტი შეფასებაა სხვათა შორის. უნდა ინახოს ეს მიმი ვერ მოყვება, განახებთ ხა? ხო, მიმიც და მოდი შევჩერდებით ზრეველებს. კარგი ზრეველებს შევჩერდებით, უბრალოდ ის უთხრათ, რომ კომენტარებში შეგიძლიათ თქვენი მიმები დადოთ იმ თემაზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ ხოლმე და გამარჯვებულ მიმს ამოვარჩევთ, შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ, ავტორსაც გავაპიარებთ ხოლმე. გადაცემის ბოლო ნაწილში თქვი რომ საჭირო არის რომ ჩვენ მაყურებლებს უთხრათ რომ ამ კვირის საკითხავი რა შეიძლება იყოს. ამ ნაწილში ბევრი არ გიფიქრია, იმიტომ რომ მაინც ილია ჭავჭავაძეზე ქონდა საუბარი, ილია ჭავჭავაძემ თავის დროს გვირჩია არაჩვეულებრივი ავტორი ფრედერიკ ბასტია. ეს ინგლისელი რო იყო, ხო? კი, ზოგიერთისთვის ინგლისელი, მაგრამ ილია იცახდა რომ ფრანგი იყო. დაუჯეროთ ილიას. კარგი, დღეს ილიას დაუჯეროთ. კი ბატონო, ეს ფრედერიკ ბასტიას წიგნი ძირითადად საუბარი არის ეკონომიკაზე, სახელმწიფოს საქმიანობებზე და თავისუფლებაზე. რას უნდა აკეთებდეს და რას არა. ხო, მათ შორის ამ წიგნის შეძენა ვისაც ენდომება, შეუძლიათ გირჩის ოფისში მოვიდეს და ჩვენს მაღაზიაში მივყიდით საკმაოდ შეგავათიან ბასტიას ესეებს. დღეს ალბათ ამით დავასრულოთ. დავიმშვიდობოთ მაყურებელს. გაფარას შოუ გემშვიდობებათ. მომავალ შეხვედრა. კალმაკ შენ არა. რა ვიცი საქართველოს ილია, იასნია.